ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მესამე ნაწილში ვისაუბროთ საჯარო სამსახურებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, უამრავი ცვლილება მოხდა და ვიცით ეს ცვლილებები სინამდვილეში რაც ემსახურება, რომ რაღაცნაირად ის თავისუფალი აზრი, რომელიც გარკვეულწილად არის საჯარო სამსახურებში და ხედავთ რაღაც წინააღმდეგობის ნიშნებს, ეს ჩაახშონ და ერთ-ერთი ასეთი ცვლილება რაც არის შესული, არის ის, რომ დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს უწყდებათ უადო ხელშეკრულებები შინაარსის ნაწილში და გადადიან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე, სადაც აღარ არსებობს ის ჩანაწერი, რომელიც მათ ავალდებულებს ქართული ენის ცოდნას, რომელიც აქამდე არსებობდა. რა მივცემთ, რა შინაარსს მივანიჭებთ ახლა ამ გამორჩენილს თუ ძალად გამოტოვებულ პუნქტს, რომელსაც იმპერატიულად ითხოვდა 27 მუხლის პირველი ნაწილი აქამდე და მეორე ნაწილიც მათ შორის ეს შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საჯარო სამსახურებში ცდილობენ მაქსიმალურად ჩაახშონ თავისუფალი აზრი და ის ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნებიან საჯარო სამსახურებში, თავისუფლად შეიძლება იყვნენ პოლიტიკური თავმჯდომარეობის პირები, მათ შორის პარტიული ნიშნით-არჩეულები და ანუ ის გათავისუფლებაც ბევრად უფრო მარტივია და რაღაცნაირი პოლიტიკური შინაარსის შეტანა საჯარო სამსახურში პარტიული ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის მიერ შედგენილი გზავნილების ბევრად უფრო ამარტივებს და მათ გათავისუფლებასაც ბევრად უფრო ამარტივებს. ხო, ნუ მოკლედ და რაღაცნაირად მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ ეს ყველაფერი, რაღაცნაირად ერთი შეხედვით ისეთი სურათი იხატება, რომ არ არის საჭირო არც ქართული ენის ცოდნა ამ ქვეყანაში, რომ იცხოვრო და იმუშაო, არც მოქალაქეობა, რომ იყიდო და გაყიდო შენი ქონება, არც განათლება, არც დიპლომი, არაფერი არ არის საჭირო. ყველაფერი იქნება ძალიან მარტივად, თუ კი ჩვენ ვეთაყვანებით ერთ პარტიას და ერთ ადამიანს. ეს არის საბოლოო შინაარსი არის ეს. მთავარია პარტიას ვეთაყვანებოდეთ და აი ამ ხუნტას და დანარჩენი ყველაფერი ადვილად მისაღწევია. გამოტოვეს უკვე პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ეს შანაწერი აღარ არსებობს ამ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებში, რაც მე ვფიქრობ, რომ საგანგაშოა, მიუხედავად იმისა, თუ რა мотиваცია იყო ამ გამოტოვების თუ გამორჩენის მიზეზი, ფაქტია, რომ იქ აღარ არის მოთხოვნილი, რომ ქართული ენა იცოდენ, რაც საგანგაშოა ერთმნიშვნელოვნად და დღეს ამ თემაზე ვისაუბროთ ენათმეცნიერ მარინა ბერიძე ყოსტუმრად. მოგესალმებით. მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს. ძალიან საინტერესო სათაური აქვს ჩვენი დღევანდელი ამ ნაწილის, ასე ვთქვათ, თემას, რატომ ებრძვიან ქართულ ენას. საინტერესოა, რატომ ებრძვიან ქართულ ენას და ზოგადად ისიც საინტერესოა, რატომ განსაზღვრავს ქართული ენა, ასე ვთქვათ, ეროვნულ იდენტობას და რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა და ასე მისი მოფერება, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დავიწყებ აი თქვენი კითხვით. გამორჩათ თუ გამოტოვეს? მიუხედავად იმისა, როგორ იქნება ამ კითხვაზე პასუხი, ეს კანონი არის მავნებლური. ზუსტად. და მე შევეცდები ვთქვა გითხრათ რატო. თუ ის გამოტოვეს, ეს არის ძალიან მიზანდასახული და მიზანდასახული ბრძოლა მათსავე მიერ მიღებული 2015 წელს მიღებული სახელმწიფო ენის კანონის წინააღმდეგ, რომელმაც სწორედ შემოიღო საჯარო მოხელისათვის ქართული ენის ფლობის აუცილებლობა და განსაზღვრა აუცილებლობად განსაზღვრა ასევე ამ ცოდნის შესამოწმებლად ეროვნული გამოცდის საერთო ასე ვთქვათ ერთიანი ეროვნული გამოცდის შემოღება. თუ გამორჩათ, ეს არის სერიოზული სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მანქანის სერიოზული დაუდევრობა იმ საკანონმდებლო ბაზის მიმართ, რომელიც ამ სახელმწიფოში არსებობს, კონსტიტუციის მიმართ და იმ პოლიტიკის დოკუმენტების მიმართ, რომელიც ფაქტობრივად როგორც კონსტიტუცია ქვეყნის პოლიტიკის დოკუმენტები, ეგრეთ წოდებული სტრატეგიები, გრძელვადიანი სტრატეგიები არ არის დამოკიდებული ხელისუფლებათა ცვლასთან და ასევე საგანგებო და განსაკუთრებული პირობები თუ არ შეიქმნა, ეს დოკუმენტები არ იცვლება. ეხლა მე ვერ ვხედავ ვერანაირად აი ამ დოკუმენტში იმის გათვალისწინებას, რომ
როგორია მისი მიმართება, რომ ვინმე განიხილა მისი ამ წერის დროს, როგორია მისი მიმართება კონსტიტუციასთან, როგორ მიემართება ის სხვა მოქმედ კანონებს და როგორ მიემართება რამდენიმე სახელმწიფო სტრატეგიას, ერთს კი არა, რამდენიმე დიდი უწყების მიერ შექმნილ 10 წლიან და 10 წლიან სახელმწიფო სტრატეგიებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. რა მაქვს ხედელობაში? დავწყოთ კონსტიტუციით. ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ენა საქართველოში არის ქართული და აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულთან ერთად. რას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული? ეს იმას ნიშნავს, რომ ის უნდა ფუნქციონირებდეს ენის ფუნქციონირებისათვის განსაზღვრულ ყველა სფეროში. თუმცა იქ აღარც აფხაზურს და აღარც ქართულს აღარ ვინ არ საუბრობს, ძირითადად რუსულად საუბრობენ. ჩვენ ხა ქართულ ენაზე ვლაპარაკობთ, ის კონსტიტუციაა და იმ შემთხვევაში თუ იურისდიქცია გავრცელდება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველანაირად აფხაზური ენის უფლებებით, რასაკვირველია. რაც შეეხება ქართულს და რაც შეეხება იმას, რომ სფეროები ირღვევა, როგორც კი ერთი ჭუჭრუტანა გაჩნდება ენის ფუნქციონირების აი ამ სფეროებში, როგორც კი ენა რომელიღაც უბანზე კარგავს თავის ფუნქციონირების უპირატესობას, ეს ენა უკვე განიხილება როგორც საფრთხეში მყოფი ენა. ეს ენა განწირულია, იმიტომ რომ ერთი პატარა აი ასეთი როგორც ვთქვი, ლაქის ხარვეზის დატოვება იწვევს უკვე ამ ენის ფუნქციონირების რღვევას, ენის პრესტიჟის მოშლას და ასე შემდეგ. რატომ არის საშიში აი ის ჩანაწერი, რაზეც ჩვენ ვკითხულობთ? ის მე რამდენადაც ვიცი, ახლა იურისტი არა ვარ და ასე მუხლებით ვერ განსაზღვრა, მაგრამ იქ გამორჩენილია თუ გამოტოვებულია არა მხოლოდ ენის ფლობის ფაქტორი, არამედ მოქალაქეობის ფაქტორი. და დავუშვათ, რომ მენეჯერი ან დეპარტამენტის უფროსი ხდება პირი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და არ იცის ქართული. როგორ წარმოგიდგენიათ, რა ენაზე აწარმოებს ის თავის საქმიანობას, რა ენაზე მიმართავს თანამშრომლებს და რასაკვირველია, აქ იწყება პირუკუ პროცესი. და მეორე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ეს ყველაფერი მე ვამბობ, გითხარით, რომ აი პოლიტიკის დოკუმენტებს როგორ მიემართება სხვა კანონებს, აი რამდენიმე პოლიტიკის დოკუმენტი, ანუ სტრატეგია გახლავთ შექმნილი და მოქმედებს დღეს ეს სტრატეგიები, მათ შორის სახელმწიფო ცნობილი ხედვა 2030, რომელიც არის და რომელიც 10 წლიან გეგმას გვთავაზობთ საქართველოს განვითარებისას. აი აქ მე წამოვიღე კიდევაც არღიც ახლა კითხვა დრო რო არ დავკარგოთ, ინტერნეტში ჩვეულებრივად იძებნება ეს დოკუმენტი. იქ არის ხაზგასმით აღნიშნული, სხვათა შორის თავის დროზე ჩემი დიდი ძალისხმევა იყო ამაში, რომ ეს ჩანაწერი მოუხდარიყო დოკუმენტში, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს ენის ფუნქციონირების, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის ღონისძიებებს და რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და მათ შორის განსაკუთრებით უმცირესობებისთვის ენის სწავლების საკითხი უნდა იყოს მხარდაჭერილი, არა მხოლოდ იმისათვის, რომ სახელმწიფო ენის ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი უმცირესობები იყვნენ ბოლომდე ინტეგრირებული და რეალიზებული ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. ყველა ეს ჩანაწერი უკავშირდება დიდ მანქანას, რომელიც რამდენიმე უწყება, თქვათ, არის დაკავებული სამთავრობო თუ არასამთავრობო უმცირესობებისთვის პროგრამების შექმნით, სახელმძღვანელოების შექმნით, მთელი ინფრასტრუქტურით, რომ ეს ადამიანები ბოლომდე იყვნენ ჩართული და ინტეგრირებული ბოლოს და ბოლოს
მე აღარ მოვყვები ახლა რა წინარე ისტორია გვაქვს. აი ეს ყველაფერი ახლა ცოტა დრო გვაქვს და ძნელია აი ამ ასე ვთქვათ დიდი შენობის ყველა კომპონენტის შენება, მაგრამ ეს როგორ არის, იცით? აი დიდ კოშკს რო ქვევიდან გამოაცალო საფუძველი. ეს ჩანაწერი და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიტყოდი გამორჩათ თუ გამოტოვეს. თუ გამორჩათ, ეს ისეთი გამორჩენა ფაქტობრივად დანაშაულებრივი, ეს არის პროფესიული და რა ვიცი, უწყებრივი დანაშაული. ხო, აი რას ვაკეთებთ ჩვენ ნებისმიერი საქმიანობის წამოწყებისას, არა ეხლა უკან რო დავაბრუნოთ ის შედეგები, რაც ჩვენწინ დაიდო, ჩვენ უნდა შევძლოთ აღდგენა იმ პროექტის, როგორ ხდებოდა, რა ხო რაღაცა გეგმა იწერება, რა როგორ შეიძლება არ შეადარო, არ შეამოწმო შესაბამისობა კონსტიტუციასთან, არ შეამოწმო შესაბამისობა საკანონმდებლო ბაზასთან და არ შემოწმო შესაბამისობა იმ გეგმებთან, რომელზეც უწყებებს შენ თვითონ სახელმწიფო ყოველი წლის ბოლოს, ყოველ 3 თვეში, ყოველ 6 თვეში, სხვადასხვა პერიოდულობით აი ამ სამუშაოებზე ანგარიშს თხოვ. ეს ისეთი გაუგონარი, ასე ვთქვათ, დაუდევრობა გახლავთ, რომ უპატიებელი შეცდომა. იცით პიროვნულად, აი მხოლოდ პირად ტკივილზე გეუბნებით 6 წელი ვიმუშავე და მეგონა ეხლა თუ ნახავენ ეს ჩვენი ასე ვთქვათ პოლიტიკის რაღაცი მოხელეები, ჩვენი სახელმწიფო ჯერ რა ქვია, მოხელეები ქვიათ ჯერ ხო? საჯარო მოხელეები, ბევრს გაახსენდება, ბევრს შევთავაზებ, რომ თუ არ ახსოვს ფოსტა გადაამოწმოს პირადად ჩემთან მიმოწერის, ჩვენი შეხვედრები გაიხსენოს, ანუ რასაც ვსაუბრობდით, რასაც ვამტკიცებდით, რასაც ველოდით, რასაც ელოდა საზოგადოება ჩვენგან, რომ 2015 წელს შექმნილ კანონში სახელმწიფო ენისა ვალდებულება ჩაწერილი, რომ მომზადება გამოცდა, აი TOEFL-ის ტიპის გამოცდაზეა საუბარი. დღეს ქართული ენის ცოდნა არც ქართველისთვის, არც არა ქართველისთვის არანაირი გამოცდით არ მოწმდება. ერთადერთი გამოცდა, რომელიც ქართული ენის ფლობას, ხო, ამოწმებს ცოდნას, ამოწმებს, ეს არის ეროვნული გამოცდები და რა ქნას ამ ეროვნულმა გამოცდებმა, ხო? ეროვნულმა ცენტრმა ის ამოწმებს აბიტურიენტის მზაობას იმისათვის, რომ გააგრძელოს შემდეგი სწავლა. არანაირი ასეთი გამოცდა არ არსებობს და ეს გამოტოვება, გამორჩენა, ჩემთვის გაცილებით დიდი დანაშაულია. იმიტომ რომ გამოტოვება მათგან ჩვენ არ გვიყვირს არა. ალბათ მარინა, თქვენ ახსენეთ ხარვეზი, რომელიც ამ კანონში არის დაშვებული და ეს კანონი თავად ხარვეზი არის, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ ენას. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე თქვენი კოლეგებისაგან, ენათმეცნიერებისაგან, ლიტერატორებისაგან, ზოგადად საზოგადოებისაგან, როგორი მხარდაჭერა ჭირდება, ასე ვთქვათ, ჩვენს ენას, რომ რაღაცნაირად შევეწინააღმდეგოთ და არ მივცეთ საშუალება გაანადგურონ ეს ყველაფერი. იცით, მე არა ვარ მომხრე და არა მაქვს ასეთი განწყობა, რომ ეხლა ეს კანონი ცალკე შეიძლება იყოს, თქვათ, რაიმე ხო, მთელი საერთო კონტექსტიდან. ის არის არალეგიტიმური, ასე ვთქვათ, ჯგუფის მიერ მიღებული კანონი. ჩვენ თუ ამ კანონზე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვუხსნით, რა საშინელება შეიძლება მოიტანოს ამ კანონმა, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა მსგავსი მავნებლობები შეიძლება მოხდეს. სხვა მხრივ, რასაკვირველია, საზოგადოება და პროფესიული საზოგადოება ყოველთვის უნდა იდგეს, განსაკუთრებით ფილოლოგების, განსაკუთრებით ლინგვისტების. მე გავიხსენებ იმას, რომ ბატონი ვარლამ თოფურია, რომელიც
ესეთი დიდი ნათელი ადამიანი და ფიგურა იყო საბჭოთა საქართველოში, არა მხოლოდ დარგში, თურმე ამბობდა, რომ ფილოლოგიურზე ბევრი გოგონა მივიღოთო, კარგი დედები დადგებიან და შვილებს აღზრდიანო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფილოლოგებს, ლინგვისტებს, თქვენ მართალი ბრძანებით, ნამდვილად მეტი მოგვეთხოვება მოქალაქეობრივად და ყოველთვის ასე იყო. თუმცა აი კონკრეტულად ამ კანონის კრიტიკა, იქ რაღაცის შეცვლა, ამაზე უკან დახევა, კერ შეგვეშალა თუ გამოვტოვეთ, გამოგვრჩა თუ ასე შემდეგ. ეს არ მგონია ამჯერად არსებითია ის, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სულ ცოტა არაპროფესიონალიზმთან საქმე, სულ ცოტა საზოგადოების უპატივცემულობასთან საქმე და სტანდარტების არანაირ აჩრდილი არ იკითხება. ქალბატონო მარინა, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა და პარალელი გააკეთა 78 წელსაც პრობლემა, როდესაც შეექმნა ჩვენს ენას. ხო არ გააკეთებდით თქვენს, ხო არ შეადარებდით იმ პერიოდს დღევანდელ დღეს, რა მოხდა მაშინ და რა ხდება დღეს? 78 მაშინ ენასთან სხვა мотиваცია ქონდა. ნამდვილად არ იყო კითხვა ეს გამორჩათ თუ არ გამორჩათ 36 წელში, როცა ჩვენ დაგვიტოვეს სახელმწიფო ენა და სხვა რესპუბლიკებს არ ქონდათ ასეთი ჩანაწერი. რამდენადაც მახსოვს. მაგრამ ზიანის მოტანის თვალსაზრისით, იცით რა, ჩვენ მაშინ დავიცავით სიმბოლო. თორე არაფერი არ შეცვლილა. საქმის წარმოება მაინც რუსული იყო. აი ხა მე ეს რამდენიმე ხანია თითქმის ბოლო 3 წელია სულ არქივებში მიწევს მუშაობა ჩემი სამუშაოს გამო და საქმის წარმოება არის თითქმის სულ რუსული. ანუ რეალურად კერაფერი შევცვალეთ მაშინ, მეც ვიდექი იქ ზუსტად. მაგრამ ჩვენ დავიცავით სიმბოლო და ჩვენ ახლა არ აგვაქვს დრო სიმბოლოებით ტკბობის. ჩვენ უნდა დავიცვათ რეალური საქმე. ეს საფრთხე, აი გამორჩენა იქნება თუ გამოტოვება, ორივე არის სახელმწიფო დანაშაულის ტოლის საქმე. მე ასე ვფიქრობ. ხო, მე აბსოლუტურად თავისი შედეგებით ეს ასეთი იქნება. მე აბსოლუტურად ვიზარებ ასევე თქვენ პათოს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ რა კანონმდებლობის განხილვაში შევდივართ, მაშინ როდესაც ხელისუფლება, პარლამენტი და ნებისმიერი მათი გამოცემული აქტი არის უკანონო, იმიტომ რომ ეს ხელისუფლებაც და პარლამენტიც არის არალეგიტიმური, ამიტომ სწორი აქცენტებია აბსოლუტურად დასმული იმასთან, რომ ეს გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება დარჩება და თუ არ შეიცვალა ამ ქვეყანაში რაღაც მნიშვნელობა არ აქვს სინამდვილეში რა ტიპის რეპრესიულ კანონებს მიიღებენ ესენი იქნება ეს ენასთან მიმართებაში თუ რიგით მოქალაქეებთან მიმართებაში რომ თითქოს რაღაც პრევენციულად დაკავების უფლება აქვს არ შეიძლება ლაზერის ტარება არ შეიძლება მიღბის ტარება მოკლედ მნიშვნელობა აღარ აქვს პროცესების ამ მომენტისათვის იმიტომ რომ უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც ამ ხუნტას არ აქვს არანაირი აღიარება და ლეგიტიმაცია და ყველაზე მეტად სინამდვილეში მათ ეს ტკივათ და არა ის რომ მათი საზოგადოება წამების ხერპლი არამედ ის ტკივათ რომ მათ ძალაუფლება არავინ არ აღიარებს პლანეტაზე გარკვეული ქვეყნების გარდა და ძალიან სულ ვფიქრობდი ხოლმე ხა ეს ძალიან კარგი იქნებოდა რომ ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყავით მაგრამ ძალიან ამაზეც ხშირად უნდა ვისაუბროთ ამ გლობალიზაციის ეპოქაში რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ჩვენი ქართული ენა რაღაცნაირად მოუფრთხილდეთ და ახალ თაობას გადავცეთ და რთულია იცი რაღაცნაირად ისეთ აი ამ დღევანდელ ამ ისე გავიმეორებ ამ გლობალიზაციის ეპოქაში რომ ის ჩვენი ენის მრავალფეროვნება რომელსაც ალბათ განახლებაც სჭირდება რაღაც ეტაპზე ხო ენა ხო ცოცხალია და დროსთან ერთად ჭირდება მასაც განვითარება და იმის მაგივრად რომ ჩვენ დღეს ამაზე ვფიქრობდეთ და ამაზე ვზრუნავდეთ გვიწევს რაღაცა თითქოს დაბრუნება საუკუნით უკან და რაღაცა აბსურდულ მოვლენებთან შეჭიდება ასე ვთქვათ. აი ვიდრე მაგაზე გეპასუხებდეთ გავაგრძელებ აი თემას რა საფრთხეებით რისკენ შეიძლება წავიდეთ. აი სამხარეს არის ლაზერი არ შეიძლება რაღაც არ შეიძლება და უსასრულოდ შეიძლება ეს გაგრძელდეს და ავეკრათ კედელს და სამხარეს არის ის რომ თუ ისე წავიდა მოვლენები როგორც ჩვენ ვხედავთ თუ ისე წავიდა ჩვენი გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ რაღაცა მოდელი როგორც ჩვენ ვხედავთ და რისი ჩვენ გვეშინია ჩვენ ქვეყანაში აუცილებლად დადგება მეორე ენის საკითხი.
კი, არ გიფიქრიათ ამაზე, სხვანაირად შეუძლებელი იქნება. ამიტომ და თქვენ კითხვაზე გადავალ, რომ რასაკვირველია. ასეა ნავარაუდები, რომ საუკუნის ბოლოს სიცოცხლის უნარიანი, ანუ ყველა სფეროში მოფუნქციონირე ენა დარჩება 10% იმენებისა, რამდენიც ახლა არის. ანუ თუ 6000 ენას იფლიან ახლა, მაშინ იქნება შესაბამისად 60. ამ ენებს შორის მოხდება თუ არა ქართული, აი იმას ეძღვნებოდა ჩემი 6 წლიანი მუშაობა სახელმწიფო ენის დეპარტამენტში და დღესაც მეცინება იმ იმედების და ილუზიების, როცა შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ როგორი ხელისუფლებაც უნდა იყოს. ეხლა ხვდები, როცა შემოვდიოდი მე თქვენს კაბინეტებში, ბატონებო, და ჩემი რიტორიკა იწყებოდა ასე, რომ თუ ჩვენ გვინდა ნამდვილად ევროინტეგრაცია, შეუძლებელია არ ვისაუბროთ ციფრულ თანასწორობაზე, ენის ახალ ტექნოლოგიებზე, რომ ენის ტექნოლოგიებზეა დამყარებული მომავალი ის, რაზეც თქვენ ბრძანებთ. და მე ვფიქრობდი, რომ თქვენ გესმოდათ და დიდი ინტერესით მისმენდით მახსოვს და ჩემი კომპლიმენტებიც მიგეღიათ, რომ მიხაროდა, რომ სახელმწიფო მოხელეს ხედავდი, ვთქვათ, აი ასე მომზადებულს პრობლემების გასაცნობიერებლად. ეს თურმე იყო სასაცილო ის არგუმენტი, რომ ჩვენ ეს გვჭირდება ევროინტეგრაციისთვის, თავიდანვე ბლოკავდა ყველა იმ საკითხს, რომელიც ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ქალბატონო მარინა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ის დრო, როდესაც თქვენ კოლეგებთან ერთად ვიზრუნებთ იმაზე და ვიმუშავებთ იმ თემაზე, რაც თქვენ გაინტერესებს და როგორ განვავითაროთ ჩვენი ენა, რაც ჭირდება ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვა ეს დრო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, წარმატებები გისურვოთ. ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობოთ. მშვიდობიანი დღე და მადლობა რომ გვიყურებთ. ხვალ. შევხვდებით საღამოს რუსთაველზე და ხვალ გადაცემაში.